მოგესალმებით მეგობრებო უზბეკეთიდან. წარმოგიდგენთ ჩემს ვიდეოს მეორე ნაწილს უზბეკეთში მოგზაურობისას, სადაც თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ბუხარასა და ხივაში. სამარყანდიდან მატარებლით გავემგზავრეთ ქალაქ ბუხარასკენ. ქალაქში ღამით ჩავედით და დავბინავდით სასტუმროში. დილით ქალაქის განაპირას სიტორაი მოხიხოსას სასახლისკენ გავემართეთ. თუმცა ამას მოგვიანებით გიჩვენებთ და ჯერ მოგითხრობთ ბუხარაზე, დიდი ისტორიის მქონე ქალაქზე, უпроსტად ქალაქ მუზეუმზე. არქეოლოგიური მონაცემებით ბუხარა პირველ საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული, როცა ქალაქი არაბებმა დაიპყრეს 709 წელს. იგი უკვე შუა აზიის მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო სახელოსნო ცენტრი იყო. ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან. მე-19 საუკუნეებში ბუხარა სამანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო. მე-10 საუკუნის ბოლოს მომთაბარე ყარახანიდებმა ჩაიგდეს ხელში. მე-12 საუკუნის შუახანებში მომთაბარე ყარაჩინელებმა 1220 წელს ჩინგიზ-ყაენმა აიღო ის, 1370 წელს თემურლენგმა. მე-16 საუკუნის დასაწყისში შაიბანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი გახდა. მე-16 საუკუნის შუახანებიდან მე-20 საუკუნემდე ბუხარის სახანოს დედაქალაქი იყო. საუკუნეთა განმავლობაში ქალაქი ევროპასა და აზიას სავაჭრო გზებით აკავშირებდა ერთმანეთთან. ბუხარა ბევრჯერ ყოფილა ანტიფეოდალური აჯანყებების კერაც. მე-17-18 საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ააოხრეს ირანელებმა და სხვა დამპყრობლებმა. 1868 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის 2 სექტემბერს ბუხარის ემირის ხელისუფლება დაეცა. 1920 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. ბუხარა ქალაქი მუზეუმია, სადაც 140-მდე ძეგლია დაცული. მათ შორის აღსანიშნავია სამანიდთა ცენტრალურ-გუმბათიანი მავზოლეუმი, ანსამბლი ფოი ქალანი, რომელშიც შედის კალიანის მინარეთი და მეჩეთი, მირი არაბის მედრესე, სეიფედინ მოხარზის ორგუმბათიანი მავზოლეუმი, ბუინ-ან ყული ხანის მინიატურული მავზოლეუმი, ულუღ-ბეგის მედრესე, მის პირდაპირ მდიდრულად მოპირკეთებული აბდულაზიზ ხანის მედრესე. 1920 წელს საბჭოთა ჯარების შტურმის შედეგად ქალაქი და მისი ისტორიული მემკვიდრეობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სანამ ამ აზიურ ძეგლებს დეტალურად გიჩვენებთ, მოდი ცოტა ხნით ევროპაში ვიმოგზაუროთ. უпроსტად ევროპული და აზიური კულტურების შერწყმის ადგილზე. მას ასე წარმოგიდგენთ სიტორაი მოხიხოსას სასახლეს, რომელიც ასევე ცნობილია ვარსკვლავებისა და მთვარის მსგავსი სასახლე, ბუხარის ამირას საზაფხულო რეზიდენცია. იგი აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამჟამად იქ განთავსებულია დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი. სიტორაი მოხიხოსას სასახლის კომპლექსი იყოფა ძველ და ახალ ნაწილებად. სასახლის პირველი ნაგებობები მე-18 საუკუნით თარიღდება, ხოლო მოგვიანებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამირა საიდ აბდ ალ-აჰადის ხანის მმართველობის პერიოდში მას ახალი შენობები დაემატა.
ახალი კომპლექსი ევროპულ სტილში აშენდა, თუმცა ის დაყოფილია მამაკაცთა და ქალთა სექციებად, ხოლო მისი ინტერიერი აღმოსავლური დიზაინისაა. ეს კომპლექსი ბუხარის უკანასკნელი ამირის, საიდ მիր მუჰამედ ალიმ ხანის მმართველობის დროს 1918-20 წლებში აიგო. სასახლის მშენებლობაში მონაწილეობდნენ თავისი დროის ცნობილი სახალხო ოსტატები. მუზეუმი 1927 წელს გაიხსნა და ის 3 განყოფილებისგან შედგებოდა: უკანასკნელი ამირების ცხოვრება, საქალაქო ხელოსნობა და ბუხარის რევოლუციის ისტორია. მუზეუმის შექმნაში აქტიური როლი ითამაშა პირველმა უზბეკმა კურატორმა, მუსაჯან საიჯანოვმა. იგი მოგვიანებით ხალხის მტრის ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 1937 წელს. 1933 წელს სიტორაი მოხიხოსას ბუხარის მუზეუმის ფილიალი გახდა და რაიონთა შორისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ექსპოზიცია გადაკეთდა და გაფართოვდა, რამაც 1957 წლამდე გასტანა. 1958 წლიდან გამოფენას იწოდა ბუხარის ხალხური ხელოვნება და კულტურა და მოიცავდა ისეთ განყოფილებებს, როგორებიცაა ბუხარის მონუმენტური ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური მუსიკა და შემოქმედება, კალიგრაფია და მინიატურული ხელოვნება და ბუხარის კულტურული კავშირები მეზობელ მოძმე სახელმწიფოებთან. 1954 წელს სასახლე უზბეკეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებრივ დასასვენებელ სახლად გადაკეთდა, რის გამოც მუზეუმის განკარგულებაში მთელი კომპლექსიდან მხოლოდ 9 მთავარი დარბაზი დარჩა. გამოფენას კი სახელი შეეცვალა და ხალხური ხელოვნების მუზეუმი ეწოდა. ამჟამად სასახლის კომპლექსში განთავსებულია დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი გამოფენები: საზაფხულო სასახლის ინტერიერი, მთავარი შენობა. აქ წარმოდგენილია მე-19-მე-20 საუკუნეების სასახლის ავეჯი, მე-14-მე-20 საუკუნეების ჩინური და იაპონური ფაიფური, რუსეთიდან ჩამოტანილი სასახლის ხელოვნების ნიმუშები, ბუხარელი ხელოსნების მიერ დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, ოქრომკედით ნაქარგი პანოები და უნაგირის გადასაფარებლები. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბუხარელი ქალაქელის სამოსი. ეს კოლექცია აერთიანებს სასახლის ოქრომკედით ნაქარგ ტანსაცმელს, ქამრებს, შარფებსა და ფეხსაცმელს.
სასახლის მონახულების შემდეგ დავბრუნდით ბუხარის ცენტრში, სადაც პირველი მოვინახულეთ დივანბეგის მედრესე. ნადირ დივანბეგის მედრესე აშენდა ნადირ დივანბეგის მიერ 1622-1623 წლებში იმამ ყული ხანის მმართველობის პერიოდში, რომელიც ბუხარის სახანოს მმართველი აშთარხანიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. მედრესე 71 ოთახისგან შედგებოდა და მას მოლა შამსიდინი ხელმძღვანელობდა. შენარჩუნებულია მედრესეს საქმიანობასთან დაკავშირებული ორი სადამფუძნებლო დოკუმენტი. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გადაწერილი იქნა 1642 წლის 17 ივლისს, ბუხარის ამირა შაჰმურადმა ააგო მედრესე, აგურისა და ქვის მეჩეთი, ორსართულიანი მედრესე და აუზი. ნადირ დივანბეგის მედრესეში გაკვეთილებს ატარებდა ერთი მუდარესი, იგივე პედაგოგი, რომლის წლიური ანაზღაურება იყო 500 ტანგა, ასევე ის იღებდა მარცვლეულს. მუდარესი ასწავლიდა ისეთ საგნებს, როგორიცაა ფური, ფიჰყი, იგივე მუსლიმური სამართალი და სამართლის საფუძვლები. მედრესეს საქმიანობასთან დაკავშირებული მეორე დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდა 1810 წელს ბუხარის ამირ ჰაიდარის მმართველობისას. შენარჩუნებულია ნადირ დივანბეგის მედრესესთან დაკავშირებული ზოგიერთი საარქივო დოკუმენტიც, რომელთა მიხედვით მედრესეში მუფთი ასწავლიდა და მისი წლიური ხელფასი 2600 ტანგა იყო. სულ მქონდა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული მედრესეები ასევე შესაძლებელია ყოფილიყო როგორც სასახლეები და ასევე ქარვასლები. როგორც ამ ძეგლის აღწერისას ჩანს, თავდაპირველად შენობა სწორედ ქარვასლად იქნა აშენებული, თუმცა ხანის გადაწყვეტილებით შემდგომში მედრესედ გადაკეთდა. მას არ გააჩნია მედრესეებისთვის ტიპიური ვერანდა, აივანი, მეჩეთი და დიდი საკლასო ოთახი. ეზო ოთხივე მხრიდან გარშემორტყმულია პატარა ორსართულიანი ოთახებით. ოთახების კარები გაფორმებულია ჩუქურთმებით, ხოლო კარების ზემოთ ფრონტონზე დამონტაჟებულია გისოსები. ეზო მოპირკეთებულია აგურით. მთავარი ფასადი მოედნისკენ არის მიმართული, მის წინ კი აუზია განთავსებული. შენობის სახურავი დიდებული და მდიდრულია. მცენარეულ მოტივებს შორის ფილების დეკორაციებზე მკვეთრ ფერებშია გამოსახული მითიური ფრინველი ჰუმა, რომელიც საქმროს ეძებს და მობალახე ირემი. კიდეებსა და წიგნისებრ პანელებზე დატანილია არაბული წარწერები. სახურავის კიდე დახვეულია. ნადირ დივანბეგის მედრესე რამდენჯერმე შეკეთდა. აღდგა ნესტისგან დაზიანებული გუმბათი, თაღოვანი გასასვლელი და კედლები, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სენაკებს. სამარყანდელი და ბუხარელი ოსტატების ძალისხმევით მთავარ ფასადს პირვანდელი ელვარება და იერი დაუბრუნდა. ნადირ დივანბეგის სასახლეს საღამოს კიდევ მიუბრუნდები, რადგან აქ დაუჯავშნეთ მაგი და ადგილობრივი ცეკვების ღონისძიებაზე დასასწრებად. ჩვენ კი ისტორიული ბაზრისა და ციხისკენ გავემართეთ. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას უზბეკეთში, ვიმყოფებით ბუხარაში. საკმაოდ ცხელა, 5 მაისია და ივლისი, აგვისტოს ამინდია. ახლა ავდივართ ბუხარას ციხეზე, რომელიც ძალიან დიდი და მასშტაბურია. ძირითადად ნაგებია აგურით და განსხვავებული ციხეა თავისი ვიზუალიდან გამომდინარე. აქვს დახრილი ფერდი და აი ასე გამოიყურება. სავარაუდოდ ჩემი აზრით ახსნა ის არის, რომ ქარი იქნებოდა აქ უდაბნოს ცხელი ჰაერი და რო არ გამოიქარა და შეეჭამა და ეშალა ეს აგური და ქვა, სავარაუდოდ მაგის გამო იყო ასეთი დახრილი. თუმცა ეს ჩემი ვერსია ზუსტად არ ვიცი, მოვიძიებ ინფორმაციას, რატომ არის დახრილი. შევიდით აბა ბუხარას ციხეში. აქ შესვლაზე საუკუნეების მანძილზე ოცნებობდნენ. საკმაოდ რთული იყო ციხის აღება.
ციხე აშენებულია უნებრივ შემაღლებაზე, გამოყენებულია რელიეფი მაქსიმალურად. აქ ბუხარელი დიდებულების ფოტოები და ნახატებია. ბუხარის არკის, როგორც მას უზბეკები უწოდებენ, იგივე ბუხარის ციხის ისტორია იწყება მე-5 საუკუნეში, როდესაც აქ პირველი ნაგებობა ააგეს. სწორედ ამ პერიოდში იქნა აქ დასახლებული მოსახლეობა. არკის თანამედროვე მთლიანობაში ჩვენამდე მოღწეული სტრუქტურა მე-16 საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას შაიბანიდთა დინასტიის მმართველობისას, ხოლო დღევანდელი შენობების უმეტესობა უკანასკნელი 3 საუკუნის განმავლობაშია აგებული. ბუხარის ციხე არა მხოლოდ სამხედრო ნაგებობას, არამედ ფუნქციურად მცირე ქალაქს მოიცავდა. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე აქ ცხოვრობდნენ მმართველი დინასტიის სამეფო კარზე მცხოვრები პირები და მათი გარემოცვა, რომლებიც ბუხარასა და მის შემოგარენს აკონტროლებდნენ. ციხესიმაგრე სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა მანამ, სანამ 1920 წლის ბუხარის რევოლუციის დროს რუსეთის ჯარს არ ჩაუვარდა ხელში. დღეს ბუხარის ციხე პოპულარული ტურისტული ობიექტია და მუზეუმურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განთავსებულია ციხესიმაგრისა და ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები. მუზეუმებსა და აღდგენილ ნაწილებს შორისაა არქეოლოგიური მუზეუმი, ტახტის დარბაზი, მიღბებისა და კურთხევების ეზო, ქვის მუზეუმი, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი და სასამართლო და მეჩეთი. ციტადელში შესასვლელი სადღესასწაულო კარიბჭე მე-18 საუკუნის 2 კოშკით თარიღდება. ლეგენდის თანახმად, ბუხარის არკის პირვანდელი ციხესიმაგრე პრინცი სიავუშის მიერ იქნა აგებული. გადმოცემით, სწორედ აქ არის იგი დაკრძალული. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდ ციტადელს თითქოს მწუხარების ნიშნად ფუნქციები შეუწყდა. დაახლოებით 3000 წლის შემდეგ ციხესიმაგრე ბუდუნ ბუხარ ხუდატმა აღადგინა. ციხესიმაგრის დაგეგმარების მრავალ ელემენტზე ასტროლოგიულმა წარმოდგენებმა იქონია გავლენა. მაგალითად, სასახლის 7 ქვის სვეტი დაკავშირებულია 7 ვარსკვლავიან თანავარსკვლავედთან, დიდ დათვთან, ხოლო ნაგებობის საერთო ფორმა ამავე თანავარსკვლავედის კონტურს იმეორებს. საშუალო საუკუნეების ბუხარის გეგმაში ქალაქი 3 ძირითად ზონად იყოფოდა: ციტადელი, იგივე არკი, მედინა, ქალაქის შემოკედლებული ძირითადი ნაწილები და გარეუბნები. უმნიშვნელოვანესი შენობები, მათ შორის მეჩეთები და მმართველი ორგანოების რეზიდენციები, სწორედ ციტადელში იყო თავმოყრილი. არკის შიგნით არსებული მეჩეთები აგებული იყო ბამბის, ხის, თიხისა და როგორც ნედლი, ისე გამომწვარი აგურის გამოყენებით. გამომწვარი აგური დეკორატიულად გამოიყენებოდა ფასადებსა და შიდა კედლების გასაფორმებლად. წყაროების მიხედვით, პირველი საკათედრო მეჩეთი, არსლანკანის მეჩეთი 1119 წელს არის აგებული. მისი 359 წლიანი არსებობის განმავლობაში იგი რამდენჯერმე განაახლეს. ლეგენდის მიხედვით, ბუხარის არკის დამფუძნებლად ითვლება ეპოსის გმირი სიავუში. ბავშვობაში ის ცოლ-შვილის სიყვარულით შეძულებული დედინაცვლისგან გაქცევით ტურანის ნოყიერ ოაზისში შეიფარეს. აქ ადგილობრივი მმართველის, აფრასიაბის ქალიშვილი შეუყვარდა. მეფემ ქორწინებაზე თანხმობა მხოლოდ იმ პირობით განაცხადა, თუ სიავუში ისეთ ადგილას ააგებდა სასახლეს, რომლის საზღვარსაც ერთი ხარის ტყავი განაპირობებდა. პირობა, რომელიც შეუძლებლად უნდა აქცეულიყო, თუმცა სიავუშმა ხარის ტყავი ბეწვებად დაჭრა, ერთმანეთს შეკრა და ასე შექმნილი ვიწრო, მაგრამ წაგრძელებული საზღვრის შიგნით ააგო სასახლე. სიავუში ფერდოუსის ეპოსის შაჰნამეს ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟადაა წარმოდგენილი.
ბუხარის არკის ლეგენდა, რომელიც ხარისწყავის შემოსაზღვრულ სივრცეში სასახლის აგებას უკავშირდება, აშკარა პარალელსავლებს შორეული ანტიკურობის კლასიკურ ამბავთან დიდოზე და კართაგენის დაარსებაზე, სადაც დედოფალი ქალაქის საზღვრებს ანალოგიური ხერხით განასაზღვრავს. ბუხარის არკი აგებულია უფრო ძველი ნაგებობის ნაშთებზე, რომლებიც ციხესიმაგრის საძირკვლის ქვეშ დაახლოებით 20 მეტრიან კულტურულ ფენას ქმნიან. ეს ფენები მიუთითებს, რომ ამ ადგილას არაერთი ციხესიმაგრე აშენდა და განადგურდა, სანამ დღევანდელი ციხე ჩამოყალიბდებოდა. ციხესიმაგრის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები დაცულია აბუ ბაქრ მუჰამმად ნარშახის ნაშრომში ბუხარის ისტორია. ნარშახი წერს, რომ ბუხარის მმართველმა ბინდუმ ააგო ეს ციხესიმაგრე, მაგრამ მალევე დანგრეულა. ტექსტის მიხედვით ბინდუმ ამაღლებული ციხესიმაგრე ააგო, თუმცა იგი მალე დაენგრია, მრავალჯერ აშენდა და მრავალჯერ განადგურდა. არკის ზუსტი ასაკი დადგენილი არაა, თუმცა უკვე 500 წლისთვის ის ადგილობრივი მმართველების რეზიდენციას წარმოადგენდა. ციტადელის უსაფრთხო სივრცეში ცხოვრობდნენ ემირები, მათი მთავარვეზირები, სამხედრო სარდლები და მრავალი მოსამსახურე. როცა ჩინგის-ხანის ჯარები ბუხარას მიადგნენ, ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავშესაფარს სწორედ ბუხარის არკში ეძებდა, მაგრამ დამპყრობლებმა ციხის დამცველები დაამარცხეს და ციტადელი გაძარცვეს. საშუალო საუკუნეებში ბუხარის არკი არა მხოლოდ სამხედრო ცენტრი, არამედ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. კალანის მინარეთი თავდაპირველად კალანთა მეჩეთის საძირკვლის აგებასთან ერთად აშენდა. საუკუნეთა განმავლობაში იგი თითქმის არ შეცვლილა და ის ბუხარის მთავარი ვიზუალური დომინანტი, ქალაქის მთლიანი პანორამის განმსაზღვრელი სიმბოლო გახდა. მინარეთი მთლიანად გამომწვარი აგურით არის ნაგები. იგი ცილინდრული ფორმის ნაგებობაა, ფართო საძირკვლით, რომელიც ზემოთ სანათურისკენ თანდათან ვიწროვდება. მისი სიმაღლე დაახლოებით 46 მეტრია, საძირკვლის დიამეტრი კი დაახლოებით 9 მეტრს აღწევს. გადმოცემის მიხედვით, მშენებლობისას ოსტატმა მშენებელმა ბაქომ თავდაპირველად მხოლოდ ქვედა ნაწილი და ფუნდამენტი ააგო. შემდეგ კი სამწლიანი შესვენება გამოაცხადა, რათა საძირკველი საბოლოოდ გამკრუებულიყო. ამ ვადის გასვლის შემდეგ მან მინარეთი სრულად დაასრულა, ხოლო მტკიცე საფუძველმა შენობას ასეთი მონუმენტური მასშტაბის მიღების შესაძლებლობა მისცა. 1220 წელს, როდესაც მონღოლებმა ბუხარა აიღეს, ჩინგის-ხანმა ქალაქი ცეცხლს მისცა, ხოლო მოსახლეობა დაარბია. როდესაც ის მინარეთის წინ მდებარე მოედანზე მივიდა, თავი ასწია, რათა გრანდიოზული, ცაში აზიდული ნაგებობისთვის შეეხედა. მისი მუზარადი თავიდან ჩამოვარდა და მიწაზე დაეცა. მონღოლთან ბრძანებელი ძირს დაიხარა მუზარადის ასაღებად. შესაბამისად ეს მინარეთი ერთადერთი რამ იყო, რასაც მან თავი დაუხარა და ასე გადარჩა ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუში განადგურებას. ჩინგიზმა დანარჩენი ქალაქი გაანადგურა. ეს ლეგენდა უფრო მისტიურს ხდის ამ ადგილს, თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა. არ ვიცი რამდენად დაუარდა ჩინგის მუზარადი, თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ თემუჩინი ახალგაზრდობაში დამონებული ყავდათ. კალანის მეჩეთი 1515 წელს დასრულდა ბუხარის სახანოს ეპოქაში და მოდელირებულია იმ მეჩეთის ნიმუშზე, რომელიც არსლან ხანის დროს არსებობდა. ახალ ნაგებობას დაემატა დიდი ლურჯი გუმბათი, რომელიც მიჰრაბის ზემოთ არის აღმართული. მეჩეთის არქიტექტურულ სტილში აშკარად იკითხება პარალელები ბიბი ხანუმის მეჩეთთან სამარყანდში. მთავარი შენობიდან შიგნით გადაადგილებისას გეგმა თანდათან გარდაიქმნება. მირარაბის მედრესეს აშენება ტრადიციულად უკავშირდება იემენელ შეიხს აბდულა იამანის სახელს და 1535 წლით თარიღდება. თავად შეიხი, რომელიც მირარაბის სახელითაა ცნობილი, ითვლებოდა უბაიდულა ხანისა და მისი შვილის აბდულ აზიზ ხანის სულიერ მოძღვრად.
მედრესეს აშენებამდე უბაიდულა ხანი ირანთან უმობდა და რამდენჯერმე შეძლო ჰერათის დაპატრონება, რის შედეგადაც უამრავი ტყვე ჩაიგდო ხელთ. გადმოცემით, უბაიდულა ხანმა დაახლოებით 3000 სპარსი ტყვე გაყიდა, მიღებული თანხით კი მირ არაბის მედრესეს მშენებლობა დააფინანსა. არქიტექტურული მნიშვნელობის გარდა მირ არაბის მედრესემ თავისი თავდაპირველი ფუნქცია თანამედროვე ეპოქაში შეინარჩუნა და ცენტრალური აზიის მედრესეებს შორის ერთადერთია, რომელიც უწყვეტად მოქმედებდა თითქმის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ულუღ-ბეგის მედრესე ცენტრალურ აზიაში შემონახული ყველაზე ძველი მედრესეა, ასევე იგი ყველაზე ძველია ულუღ-ბეგის მიერ აშენებულ მედრესეებს შორის. აბდულა ხან მეორის მეფობის დროს აქ ჩატარდა მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები 1586 წლისთვის. შენობა ცენტრალური აზიის არქიტექტურის აყვავების ხანის ძეგლია და მისი მოდელის მიხედვით აშენდა მედრესეების ცენტრალური აზიის სხვა ქალაქებშიც. ამჟამად ეს მედრესე ბუხარაში თემურიდების დინასტიის დროიდან შემორჩენილი ერთადერთი ამხელა ნაგებობაა. ის მედრესე, ისევე როგორც საერთოდ ულუღ-ბეგის მიერ აშენებული სამი მედრესე, ყველაზე ძველი შემორჩენილი ნაგებობაა. ხელოვნება თვითუკვდავება. უბრალო აგურია, სხვა არაფერი და ასეთი ლამაზი ფორმისაა. აბდულაზიზ ხანის მედრესე ერთ-ერთი უძველესია ბუხარაში. სახელი ეწოდა მისი დამაარსებლის აბდულაზიზ ხანის პატივსაცემად, რომელიც მე-17 საუკუნეში მართავდა ბუხარას. იგი 1652-54 წლებში იქნა აგებული. ის ერთიანი არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია და ქმნის კოშკს ორმაგ ანსამბლს ულუღ-ბეგის მედრესესთან ერთად, რომელიც იუველირების ბაზრის აღმოსავლეთით მდებარეობს. ამასობაში მოსაღამოდა კიდეც და ჩვენც ნადირ დივანბეგის მედრესესკენ გავეშურეთ, სადაც ადგილობრივი ტრადიციული ცეკვები და ტრადიციული სამოსის მოდების ჩვენება გველოდა წინ.
მუსიკა და ცეკვებიც ტურისტებისთვის ერთფეროვანი აღმოჩნდა. თუმცა ყველამ აღნიშნა, რომ ერთხელ სანახავად ღირდა. ღონისძიების შემდეგ სასტუმროში დაუბრუნდით შესვენებაზე. ბუხარის ციხის გადაღებისას ცოტა დავისიცხე და ულტრაისფერი დასხივებაც მივიღე. საღამოს კი ისევ დავბრუნდი კალანის მოედანზე, სადაც განათებული ღამის მემკვიდრეობა გადავიღე. მეგობრებო, ეს არის ბუხარასთან მდებარე ავტოსადგური, უბრალოდ რკინიგზის სადგური, ვაგზალი, რომელიც არის ასეთი მოწესრიგებული. შიგნით მთავარი სივრცე, სადაც კონტროლს და შემოწმებას გადიხარ. იქაც არის მოსაცდელები, კაფე, მაღაზია. აქ კი უშუალოდ აქედან უნდა გავიდეთ შემდგომ ბაქანზე. რომელ სადგურებზედაც ვიყავით, ყველგან არის ძალიან სისუფთავე. სამი ქალაქის სადგურზე მოგვიწია ყოფნა და ჩვენებმა ყველამ აღნიშნა. ბუხარისთვის ერთი დღე იყო დათმობილი და ამის გამო ბევრი რამ ვერ გადავიღე. ჩვენ დავიძარით ურგენჩისკენ. გზად ყიზილყუმის უდაბნო გველოდა. ცხელი უდაბნო. მატარებლით რამდენჯერმე ვიმგზავრეთ და მაინდა-მაინც ამ მატარებელში არ მუშაობდა კონდიციონერი. მე მეორე სართულზე მომიწია ყოფნა და გაღებულ ფანჯარაში ჰაერთან ერთად უდაბნოს მტვერით შემოდიოდა. გზად გაუდაბნოების პროცესის შესაჩერებლად მცირე მცენარეებიც ჰქონდათ დარგული, თუმცა ეს ვერ აგრილებდა იქაურობას. უდაბნოს გავლას 6 საათი დაჭირდა. როგორც იქნა ცივილიზაციაში ვართ უდაბნოს გამოვლის შემდეგ. უდაბნოს გამოცდილების შემდგომ ცივილიზაციაში მოხვედრა დიდ ბედნიერებას წარმოადგენდა. ქალაქ ურგენჩიდან გავემართეთ იქვე მდებარე ქალაქ ხივასკენ, სადაც სასტუმრო აღებული გვქონდა ხივას ძველი უბნის იჩანკალას მიმდებარედ. თავად იჩანკალა დღისითაც დავინახეთ შორიდან, თუმცა მისი ნახვა მოგვიწია ღამით, რადგან სასტუმროში დასვენება ვარჩიეთ და წინ გველოდა დიდი სიამოვნება. უზბეკეთში ერთკვირიანი ყოფნის მანძილზე სწორედ იჩანკალა აღმოჩნდა ყველაზე შთამბეჭდავი, თუმცა ეს შთაბეჭდილებები იყო ღამის. ღამის კუთხით ყველაზე ლამაზი იყო სწორედ იჩანკალა, მისი გალავანი, მისი მედრესეები, სასახლეები და მაშინ ზღაპარში მეგონა თავი. სასტუმროში დასვენების შემდეგ გავემართეთ იჩანკალასკენ. გზად კი შევიარეთ რესტორანში, სადაც ადგილობრივი მუსიკა და ცეკვები შემოგთავაზეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღამის იჩანკალა იყო სასწაული. ახლაც კი ამ ვიდეოს დამონტაჟებისას უკვე 2 თვეა გასული და ის შეგრძნება ახლაც მახსოვს. მოდი ხორეზმისა და იჩანკალას შესახებ ამ შესანიშნავი ღამის კადრებით მოგითხრობთ. ხორეზმი გახლავთ შუა აზიის უძველესი რეგიონი, ცენტრით ამუდარიის ქვემო დინებაში, მიწათმოქმედების განვითარებული საირიგაციო სისტემით, ხელოსნობით და ვაჭრობით. ხორეზმზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა. მესამე საუკუნის ბოლოს ხორეზმის დედაქალაქი იყო კიატი. მე-10 საუკუნის ბოლოს დედაქალაქი გადატანილი იქნა ურგენჩში, რომელიც ხივადან 30 კილომეტრში მდებარეობს. ხვარაზმის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ალ-ბირუნი და იბნ სინა, იგივე ავიცენა. ხორეზმი დიდი ისტორიის მატარებელია, თუმცა მცირედით შევეხები მისი ისტორიიდან შუა საუკუნეების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ხორეზმიდან დაიძრა ჯალალ-ედ-დინი. 1043 წელს ხორეზმი სელჩუკებმა დაიპყრეს. თექეში იბნ ილ-არსლანმა ხორეზმი სელჩუკებისაგან გაათავისუფლა. თექეშის ვაჟის მუჰამად მეორე ალა ალ-დინის დროს ხვარაზმ-შაჰების სახელმწიფოს საზღვრები გადაჭიმული იყო კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან სპარსეთის ყურემდე და კავკასიის ჰინდუ-ქუშამდე. 1220 წელს ჩინგის-ხაენის ჯარების თავდასხმის შედეგად ხვარაზმ-შაჰების სახელმწიფო დაიშალა. ხვარაზმი ოქროს ურდოში მოექცა. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში ხორეზმის კულტურამ ახალი აღმავლობა განიცადა. 1388 წელს თემურლენგმა ურგენჩი დაანგრია და მთელი ხორეზმი დაიმორჩილა. თითქმის საუკუნე გრძელდებოდა ხორეზმისთვის ბრძოლა თემურიდებსა და ოქროს ურდოს ყაენებს შორის. 1512 წელს ხორეზმს მართავდა ჯუჩის შთამომავლობის დინასტია მე-17 საუკუნის ბოლომდე. მოგვიანებით კი უზბეკი სარდლები იყვნენ ყუნ-ღირათის ტომიდან, თუმცა ტახტზე ფორმალურად ჩინგის-ყაენის შთამომავლები ისხდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში ხვარაზმის დედაქალაქი იყო ხივა, რომლის არქიტექტურული ანსამბლები გვიანდელი ფეოდალური ხორეზმის არქიტექტურისა და დეკორატიული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. წვიმა მოვიტანეთ უზბეკეთში, ქალაქ ხივაში, ხორეზმში. დილის შთაბეჭდილება გუშინ ღამით უფრო მომეწონა განათებულზე, იმიტომ რომ ყვითელი განათება აგურიც ფერს უწყობს და გაცილებით ლამაზი იყო. დღესაც ლამაზია, თუმცა შეიძლება დაღლილი რო ვარ, მაგიტო უფრო ვერ აღვიქვავ. თუმცა დღეს მთელი დღე აქ ვართ სასტუმრო არის ფეხით 5 წუთის სავალზე და ამედის შესაბამისად ხშირად გამოვალ და გადავიღებ დავათვალიერებ აქაურობას და გაჩვენებთ თქვენს. იჩანკალა არის უზბეკეთის ქალაქ ხივის გალავანშემორტყმული შიდა ნაწილი. ის 1990 წლიდან დაცულია როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ძველი ქალაქი ინარჩუნებს 50-ზე მეტ ისტორიულ ძეგლსა და 250 ძველ სახლს, რომლებიც ძირითადად მე-18 ან მე-19 საუკუნეებით თარიღდება. მაგალითად, ჯუმას მეჩეთი დაარსდა მე-10 საუკუნეში და ხელახლა აშენდა 1788-99 წლებში, თუმცა მის ცნობილ მრავალსვეტიან დარბაზში კვლავ არის შემორჩენილი უძველესი ნაგებობებიდან აღებული 112 სვეტი. იჩანკალას ღირსშესანიშნავი შენობებია კონია არკი ჯუმა მეჩეთი, ჰასან მუროდ ყუშბეგის მეჩეთი, ალა ყული ხანის, მუჰამედ ამინ ხანისა და მუჰამედ რაჰიმ ხანის მედრესეები, ფაჰლავონ მაჰმუდისა და საიდ ალავუდინის მავზოლეუმები, შერ-ღოზის ხანი, ასევე ქარვასლები და ბაზრები. წარმოშობის ლეგენდა მისტიურია.
ლეგენდის თანახმად ამ ტერიტორიიდან აღებული თიხა გამოიყენეს მედინაში სხვადასხვა ობიექტების ასაშენებლად წინასწარმეტყველ მუჰამედის სიცოცხლეში, ხოლო მოგვიანებით გაჩენილი ტბა ასევე წმინდად ითვლება. სხვა ლეგენდის მიხედვით, ხივის წმინდა წყლის არხი, რომელიც ცნობილია როგორც ხეივაკის არხი, გათხარა ნოეს ვაჟმა სემმა, რომელსაც გადმოცემით სასწაულმოქმედი ნიჩაბი ჰქონია. ანალოგიურად ზღაპრების მიხედვით, ხორეზმის მშენებლობაც სემით დაიწყო. ხივაში ქალაქი ტრადიციულად ორ ნაწილად იყოფა. შიდა ქალაქი იჩანკალა, რომელიც გარშემორტყმულია შიდა თავდაცვითი კედლით და გარე ქალაქი, ცნობილი როგორც დიშანყალა, რომელიც გარშემორტყმულია გარე თავდაცვითი კედლით. იჩანყალას კედლების სიმაღლე 8-10 მეტრია, სისქე 5-6 მეტრი, ხოლო პერიმეტრის საერთო სიგრძე 6250 მეტრს შეადგენს. როგორც გარე, ისე შიდა თავდაცვითი კედლები ალიზის აგურით არის ნაგები. შიდა ქალაქის კედლების გასწვრივ ყოველ 30 მეტრში განთავსებულია საგუშაგო კოშკები, რომლებიც გარეთ არის გამოწეული. კედლების ზედა ნაწილს აქვს ქონგურები. კონფლიქტის დროს მტრისთვის სროლის საწარმოებლად თავდაცვითი სისტემის ნაწილი იყო წყლით შევსებული თხრილები, რომელთა ნაშთები დღესაც ჩანს ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთით და დასავლეთით თხრილების დასაფარად უძველესი თიხის მილები გამოიყენებოდა. ქალაქის ჭიშკრები ასევე თავდაცვითი სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო. შემორჩენილი ჭიშკრებია ბოხჩას ჭიშკარი ჩრდილოეთით, ფოლვონის ჭიშკარი აღმოსავლეთით, თოშის ჭიშკარი სამხრეთით და ოტას ჭიშკარი დასავლეთით. ისინი აჩვენებენ, რომ აღჭურვილი იყვნენ ზარბას კოშკების გასასვლელის ორივე მხარეს და გალერეებით ჭიშკრის თავზე თავად ჭიშკრებს ხშირად თაღოვანი გასასვლელებისკენ მივყავდით, ხოლო თუ გზას განსაკუთრებით გრძელი იყო, მათზე რამდენიმე გუმბათი იყო აღმართული. იჩანკალაში არქიტექტურული ძეგლების მშენებლობის ისტორია ძირითადად 4 პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი გრძელდებოდა ხორეზმის ანტიკური ხანიდან მონღოლთა შემოსევებამდე. ამ პერიოდიდან შემორჩენილია კონია-არკის დასავლეთი კედელი, ციხესიმაგრის კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე უძველესი კოშკი და თავად ციხის კედლების ნაშთები. მეორე პერიოდი იყო ხორეზმის აღდგენა 1220 წლის მონღოლთა შემოსევის შემდეგ. ამ პერიოდში აშენდა საიდ ალოვუდინის მავზოლეუმი და სხვა დიდებული შენობები. მესამე პერიოდი შეესაბამება მე-16 და მე-17 საუკუნეებს. იმ დროს იჩანყალაში აშენდა ანუშა ხანის აბანო, აქ მეჩეთი და ხოჯამბერდის მედრესე, გამაგრდა კონია-არკის ციხესიმაგრეები და აშენდა სათვალთვალო დარბაზი. ხივის სახანოსთვის ბუხარასა და ირანს შორის გამართული ომის შედეგად იჩანყალა და თავად ქალაქი ხივა სერიოზულად დაზიანდა. მეოთხე პერიოდი მოიცავს მე-18-მე-19 საუკუნეებს. ამ პერიოდში მეჩეთები, მედრესეები, ტიმები და სხვა შენობები ცენტრალური აზიის ადგილობრივი არქიტექტურის ტრადიციებზე დაყრდნობით აშენდა. იჩანყალას ორ ჭიშკარს შორის მთავარი გზა გაიყვანეს. მე-18 საუკუნის ბოლოს ჯუმა მეჩეთი ხელახლა აშენდა და მის გვერდით მაღალი მინარეთი აღიმართა. იჩანყალას დანგრეული კედლები აღადგინეს და რამდენიმე შენობა შეაკეთეს. 1842 წლებში ქუთლუღ-მურად ინაყის მედრესეს წინ აშენდა ორსართულიანი დახურული ბაზარი. მუჰამედ რახიმ ხან პირველის, ალა ყული ხანის და მუჰამედ ამინ ბაჰადურ ხანის მმართველობის დროს იჩანყალას მშენებლობა დაჩქარდა. აშენდა დიდებული სასახლე, მედრესეები და მავზოლეუმები. დასრულდა სასახლის მშენებლობა კონია-არკში და აღიმართა ახალი და დიდი სასახლე. ფოლვონის ჭიშკართან ციხის კედლის ნაწილი დაინგრა და მის ადგილზე ალა-ყული ხანის ქარვასლა სასახლე, მედრესე და ტიმი აშენდა. ასევე აღიმართა ფაჰლავონ მაჰმუდის მავზოლეუმი, რომელიც ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია. ამავე პერიოდში შეიქმნა არაბ მუჰამედ ხანისა და მუსა თორას მედრესეებიც. მუჰამედ ამინ ხანმა იჩანყალას დასავლეთ ნაწილში კონია-არკის გვერდით ააგო მინარეთი, რომელიც ცნობილია როგორც
კალტამინორი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მინარეთი დაუსრულებელი დარჩა, ის ძალიან ცნობილია იჩან-ყალას სხვა ძეგლებს შორის. ზოგადად, როგორც ჩანს, ციხის ტერიტორიაზე არ აქვთ შემოყვანილი წყალი, ყოველ შემთხვევაში გარე სამუშაოებისთვის, რადგან რაც დავინახე, ვედრებით ზიდავენ წყალს და ისე წმინდაოდნენ ნაგებობების გარშემო სივრცეს. თუმცა, ერთ-ერთი სკვერევით, სადაც მცირე სამი პატარა ძეგლია, ულამაზესი გამწვანებაა, პატარ-პატარა ყვავილები. განსხვავებით სხვა ადგილებისგან, აქ არ ჩანს წყლის სარწყავის სისტემა. ბევრგან უზბეკეთში, სადაც ვიარეთ, სკვერები ირწყვებოდა ცენტრალური სისტემით. რაც თქვი კადრში ცეხნა პარკთან დაკავშირებით, ასე დააქვთ წყალი, რადგან როგორც ჩანს, ყველგან არ არის შეყვანილი. ტერიტორიაზე რესტორნებიც არის და რა თქმა უნდა რესტორანში წყალი იქნება, თუმცა როგორც ჩანს, ყველა ნაგებობაში შეგინთ არ აქვთ წყალი და ასე ვედრებით დააქვთ და ასუფთავებენ. მუჰამედ ამინ ხანის მედრესე არის არქიტექტურული ძეგლი ხივაში, რომელიც მუჰამედ ამინ ბაჰადურ ხანმა ააგო. მედრესე მდებარეობს იჩან-ყალას დასავლეთ ნაწილში. ის აშენდა 1852-55 წლებში უზბეკი მმართველის მუჰამედ ამინ ხანის სახსრებითა და ბრძანებით. ხივის სხვა მედრესეებთან შედარებით, მუჰამედ ხანის მედრესე ყველაზე დიდია და მასში მოჭიქული ფილებიც ყველაზე უხვად არის გამოყენებული. 1990 წელს, როგორც იჩან-ყალას ნაწილი, იგი შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ამჟამად ის ტურისტული მომსახურებისა და საგამოფენო სივრცედ გამოიყენება. აქ განთავსებულია ხივის ტურისტული კომპლექსის სასტუმროც. 1851 წელს მუჰამედ ამინ ხანმა გამოაცხადა კონკურსი მედრესეს პროექტის შესაქმნელად. კონკურსში ხანმა დაამტკიცა ოსტატ აბდულა ჯინის მიერ შესრულებული პროექტი. თავისი მმართველობის მეოთხე წელს ხორეზმის მმართველმა მუჰამედ ამინ ხანმა ბრძანა მედრესესა და მინარეთის აგება იჩან-ყალას დასავლეთ ჭიშკრის წინ. მედრესეს მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდა. 1852 წელს მუჰამედ ამინ ხანის მედრესესთან დაიწყო დიდებული მინარეთის მშენებლობა, რომელიც ხანის ჩანაფიქრით ცენტრალურ აზიაში ყველა სხვა მინარეთზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ის დაუსრულებელი დარჩა, რის გამოც დღეს მას მოკლე კოშკს უწოდებენ. მე თქმა შეიძლება დამავიწყდეს ვიდეოში თუ კამერას ჩართავ ქუჩაში და მოსახლეობის ადგილობრივი მიმართულებით გადაიღებ, მათ პრეტენზია არ აქვთ. ბევრი მსგავსი არც გადამეღია, მაგრამ პრეტენზია არ გამოუხატავთ. თუმცა ერთი რაღაც ახლა დავაკვირდი, მანამდენაც ხედავდი, მაგრამ როგორც ჩანს მასე არიან, როცა რაღაცას იღებ ისტორიულ ძეგლს,
ადგილობრივები არ ჩაგიჭრიან, დაგელოდებიან, როდის გადაიღებ, როდის მრჩები გადაღებას და შემდგომ გაივლიან ხოლმე გზაზე. Ახლაც ორი ასაკოვანი ქალბატონი მოდიოდა ჩემს უკან კოშკს უღებდი, ჩემს უკან რომელი კოშკიც არის და დამელოდნენ რამდენიმე წუთი, 1 წუთი და შემდგომ გააგრძელეს გზა. კალთა მინორი არის მემორიალური მინარეთი ხივაში. იგი მდებარეობს მუჰამად ამინ ხანის მედრესეს წინა მხარეს და ზოგჯერ მის ნაწილად განიხილება. კალთა მინორი ხივის სახანოს ხანმა, მუჰამედ ამინ ბაჰადურ ხანმა მუსლიმურ სამყაროში ყველაზე დიდ და მაღალ მინარეთად ჩაიფიქრა. გეგმის მიხედვით მინარეთის სიმაღლე 70-80 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი დიამეტრი სიმაღლის მატებასთან ერთად მკვეთრად უნდა შემცირებულიყო, რაც მინარეთის მდგრადობას გაზრდიდა. მუჰამად ამინ ხანმა გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინარეთი აიგო და გადაეჭარბებინა ინდოეთში მდებარე 73 მეტრიანი ქუთბ მინარისთვის. მისი საძირკვლის დიამეტრი 14.2 მეტრია. ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ იგი 100 მეტრისთვისაც კი უნდა მიაღწიათ. მშენებლობა 1852 წელს დაიწყო და 1855 წელს მოულოდნელად შეწყდა, როდესაც მინარეთის სიმაღლემ 29 მეტრს მიაღწია. ხეველი ისტორიკოსისა და მწერლის ცნობით, მშენებლობა იმის გამო ვერ დასრულდა, რომ მუჰამედ ამინ ხანი 1855 წელს სარახსის სიახლოვეს გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. მუჰამედ ამინ ინოქის მედრესე არის არქიტექტურული ძეგლი უზბეკეთის რესპუბლიკაში, ხორეზმის ოლქის ქალაქ ხივაში. მედრესე მე-18 საუკუნით თარიღდება და ამჟამად მდებარეობს იჩანყალას კვარტალში. იგი ააგო მუჰამად ამინ ინოქმა და გამორჩეული ადგილი ეჭირა იჩანყალას ცენტრში. 1925 წელს ხივის რამდენიმე ისტორიული შენობა დაანგრიეს, ხოლო იმდროინდელი ოსტატების თქმით, მედრესეს შიგნით 2 საფლავი აღმოაჩინეს. საფლავებში სხეულები კარგად იყო შემონახული და კუბოში დამატებით ტყავში იყვნენ გახვეულნი. მედრესეს 20-ზე მეტი საკანი აქვს, ხოლო მისი წინა მხარე შესასვლელიდან ორსართულიანია და ორსავე მხარეს ასასვლელად სპეციალური კიბეები აქვს დატანებული. ჩვენ ვართ ტურიზმის საწყის ეტაპზე. ჩვენთან განვითარებულია ველური ტურიზმი. რაშიც დიდი ხანია დავრწმუნდი, მაგრამ უზბეკეთმა ამაში ეს ჩემი აზრი უფრო განმიმტკიცა. რასაც ხედავთ აქ, არის რა თქმა უნდა ჩინურებიც, თუმცა პირადად რაც ვნახე, ბევრი მათგანი არის ხელნაკეთი, ფასებს შორის სხვაობაც არის. ეს სუვენირები აქ ადგილზეც მზადდება. თავად ვნახეთ ცოტა იქით ერთ-ერთი ხელოსანი როგორ ხატავდა ფიგურებს კერამიკაზე და ყიდდა, ასევე როგორ ხეს როგორ ამუშავებდა, თან ყიდდა სუვენირებს, თან მუშაობდა ადგილზე. და ეს არის აქ ერთ-ერთი დიდი ობიექტი, დიდი მასშტაბია. რამდენიმე ჰექტარი უკავია ტერიტორიას და თითქმის ყველა სასახლესთან, ყველა მედრესესთან თუ მეჩეთთან თუ კოშკთან არის ასე სუვენირების მაღაზია, რომლებიც დაკავშირებულია რა თქმა უნდა უზბეკეთთან, უზბეკურ კულტურასთან და ბევრი ყიდულობს, ფოტოებს იღებს და ეს სუვენირები არის ამათი სახე და ამათი კულტურის გავრცელების ნიშანი, რადგან როდესაც სახში წაიღებთ ამ სუვენირებს, ყოველთვის გაგახსენდებათ უზბეკეთი და უზბეკეთისთვის მახასიათებელი ის ნიშნები, ის კულტურული დეტალები, რაც აქვთ მათ. არის არა მარტო უზბეკური, არამედ ზოგადი ხედავთ ქუდებს, კავკასიური და ქართული ქუდებიც, მეცხვარის ქუდებიც შემხვდა, სხვადასხვა ვარიაციების სამხედრო მუნდირებიც
სხვაგან შემხვდა ქუდები, ბევრი სუვენირია, რის ყიდვაც შეიძლება ეს გრძელდება ბოლომდე და პლუს გვერდითა ჩიხები, შესასვლელები ძალიან ბევრ ადგილზეა აქვს აქ შიგნით, ასევე მსგავსად იყო სხვა ქალაქებშიც. მოხუცი, რომელიც საკუთარი ხელით აკეთებს სუვენირებს, თან ყიდის, თან მუშაობს. არ ვიცი კადრში შესამჩნევია თუ არა, თუმცა აი ციხის კედელი შელესილია, ახალი შელესილი უნდა იყოს, არის ძველი მეთოდით, ტალახით, მიწით და აი ბალახით ურევია შეგიდით. აი დაბლა ჩვეულებრივი ქვა. სავარაუდოდ, როცა რესტავრაცია გააკეთეს წლების წინ, თუმცა უახლოეს პერიოდში, მაგ პერიოდში შელესეს ციხეც. ძალიან ბევრი კარები ვნახე აქ, ძველი, რომელსაც დროის კვალი ატყვია და არის ძალიან ლამაზი, მასიური დამუშავებული ხის ფიცრებისგან. ხედავთ რა ზომის არის თითო ფილა ფიცრის. არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ასე წყლით ჟღინთავენ მთლიანად მიწას. შეიძლება იმისთვის, რომ დიდი სიცხეები რახანს არის, შეიძლება მალე შრება და რომ არ გახმეს. სწორედ მსგავსმა მიდგომამ გამოიწვია საუკუნეების მანძილზე ის, რომ აქაც და ირანშიც გაჩნდა უდაბნოები, ბრინჯის მოყვანის წესია, რომ მთლიანად გაჟღინთონ წყლით და მეორე მტერი, რომელიც იყო გაუდაბურების პროცესის ხელშემწყობი, ეს არის ცხვარი და მიწის გადარეცხვა. უზბეკეთში ტურისტული კუთხით ბევრი წარმოუდგენელი რამ ხდება, მაგალითად ხივას კომპლექსის წინ არის ეს ტბორი, ხელოვნური, სადაც ხედავთ აი პატარა იახტებს, ნავებს, რომელთაც შეგიძლიათ ამ ტბორში ხივას ფონზე იცურავთ თუ როგორც არის წინ ციხე, აქ ტბორი, სადაც მენავენ ავსაბავს ახლა დავინახე, რომ შიგნით იყვნენ ტბაში შებასულები. ჩემი ახსნა იმის, რომ ციხეები არის დახრილი ფორმის, არის აი ეს კედელიც ხსნის ამას, რომ ხდება გამოქარვა, აი დაბლა ხედავთ წყლისგან გამოქარულია, ყველაზე ძველი ფენაა, ქარიც, წყალიც, მზეც ქარავს და დახრილი ფორმით როცა არის კედელი, სავარაუდოდ მაგ დროს ნაკლები დატვირთვა აქვს კედელს. თან თუ კედელი სწორი იქნება, განსხვავებით ჩვენგან ციხეები აქ აგურით არის საშენებული, სიტყვაზე თუ გამოვარდება რამდენიმე აგური, შესაძლებელია, რომ მთლიანი კედელი წამოიღოს, რადგან სიმაღლეზე იქნება კედელი. თუ დახრით იქნება, ხო, მაგ შემთხვევაში კედლის ჩამონგრევის ნაკლები საფრთხე არის. ამიტომ არის, რომ სავარაუდოდ, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ არის დახრილი ფორმის კედელი. ამ სამშენებლო მასალამ და მისმა არა მდგრადობამ და არა სიმტკიცემ გამოიწვია ის, რომ ნაკლებად თავდაცვის უნარიანი გახადეს ციხე და გააკეთეს დახრილი ფორმის. კედლებში ხშირად არის ხოლმე ფიცრები, კოჭები ჩადებული. ფაქტიურად ყველა სახლი, რომელიც ნახე, ძველი სახლი, აი მსგავსად ხის ფიცარი აქვს, კოჭი აქვს დადებული და შემდეგ არის დაშენებული მთლიანი სახლი. სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ერთგვარი ფუნდამენტს, რასაც უძახით დღეს, რადგან ქვედა ზოლიც
ქვედა ნაწილიც აგური იყო, მეტი სიმყარესთვის ერთიან სწორ პირზე იგებოდა შემდგომ აგური და მასე ხდებოდა აშენება, რაც საძირკველს მეტ სიმტკიცეს აძლევდა. აი ხედავთ, დაწეულია აქ აგურის დონე და სცარიელია დარჩენილი ხესა და აგურს შორის. ეს რომ მთლიანი კედელი ყოფილიყო ფიცის გარეშე, მთლიანი სახლი ჩამოიწეოდა. ჩვეულებრივი უბრალო სახლია და აი დეკორს შეხედეთ. არის ჩვეულებრივი აგური, სხვა არაფერი. სავარაუდოდ მე-19 საუკუნის სახლია, თუმცა მხოლოდ აგურია და აქვს ულამაზესი წყობა. შეხედეთ. ეს არის ჩვენი სასტუმროსკენ მიმავალი გზა და ამ გზამ გუშინ გამახსენდა ბავშვობა, სადაც პატარა ბავშვები აქ ბურთით თამაშობდნენ შუა ქუჩაში ბურთით თამაში წლებია უკვე აღარ მინახავს. ჩვენი სასტუმრო ჰოტელ ბანკირ ხივა საკმაოდ კარგი სასტუმროა და აქვს მთელს ქალაქზე ხედი ვერანდიდან. ხედი სასტუმროს ვერანდიდან. წინ რასაც უყურებთ, მთლიანად არის ციხე ქალაქი ხივა. ესეც სრული მასშტაბისთვის ხედი. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, გურამ ჯეოგრაფი, გამოიწერეთ, უყურეთ და ჩემი ქარავანი კვლავ გააგრძელებს სვლას და ბევრ ისტორიულ ძეგლს აღმოგაჩენილებთ.